სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ვორენ ვირსბის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას და ჩვენ დღეს ახალ აღთმას, მათეს სახარებას დაუბრუნდებით. ეს არის მე-17 ნაწილი, სადაც განვიხილავთ მათეს სახარების მე-19 თავის მე-16 მუხლიდან მე-20 თავის 34 მუხლის ჩათვლით. ეს მე-17 ნაწილი ვორენ ვირსბიმ დაასათაურა მეფის მოთხოვნები. მოდით წავიკითხოთ ჯერ პირველ რიგში სახარების ეს ნაწილი. ჩვენ გავსვოთ რომ დავამთავრეთ მე-15 მუხლზე, როდესაც ბავშვებს ხელებს დაადებს და დალოცავს იესო, გავსვოთ ხომ, როდესაც ლაპარაკი იყო მე-19 თავში, როდესაც ბევრი ხალხი მისდევდა განკურნა მან და ფარისევნებმა გამოსაცლად უპასუხეს გაყრაზე. ეს მე-15 მუხლამდე ჩათვლით წავიკითხეთ ჩვენ და ახლა მე-16 მუხლიდან ესე იწყება. და მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: "კეთილო მოძღვარო, რა სიკეთებ ქმნა რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?" ხოლო მან უთხრა: "რატომ იწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, ცნებები დაიცავი." ითხრა: "რომლები?" ხოლო ისე უთხრა: "არ კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწვეთ. პატივეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი." უთხრა მას ჭაბუკმა: "ყოველიმე ამას ყრმობიდან ვიცავდი. კიდევ რა მაკლია?" უთხრა მას იესომ: "თუ გინდა რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი." ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: "ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ძნელია მდიდ რისათვის ცათა სამეფოში შესვლა. კლავაც გეტყვი თქვენ, აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუთში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში." ეს რომ მოისმინეს მოწაფეებს, ძალიან გაუკვირდა და კითხეს: "აბა ვიღას შეუძლია გადარჩენა?" გადახედა მათ იესომ და თქვა: "კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია." მაშინ პეტრე მიუგო და უთხრა: "აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და შენ გამოვყევით. მაშ რა გვექნება?" ხოლო იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტად გეუბნებით რომ თქვენ, ვინც მე გამომყევით, ხელახლა დაბადებისას, როცა ძეკაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით 12 ტახტზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხავად. და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაემკვიდრებს. ხო და მრავალი პირველთაგანი უკანასკნელი იქნება, უკანასკნელთაგანი კი პირველი." და შემდეგ ვიწყებთ მე-20 თავს და მთლიანად მე-20 თავი. რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილა ადრიან რომ გავიდა თავისი ვენახისათვის მუშაკთა დასაქირავებლად. მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში. მესამე საათი იქნებოდა რომ კვლავ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში რომ იდგნენ უქმად. უთხრა მათ: "თქვენც წადით ჩემს ვენახში, რაც გერგებათ მოგცემთო." და ისინი წავიდნენ. კიდევ გავიდა მე-6 და მე-9 საათზე და ასევე მოიქცა. გავიდა 12 საათზეც, კიდევ ნახა უქმად მდგარინ და უთხრა მათ: "რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?" უპასუხეს: "იმიტომ რომ არავინ არ დაგვიქირავა." უთხრა მათ: "წადით ვენახში და რაც გერგებათ მოგცემთო." რომ მოსახამავდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მნეს: "დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე." მივიდნენ 11 საათზე დაქირავებული და მიიღეს თითო დინარი. პირველად მისულებმა იფიქრეს, მეც მოგცემენო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს. ამბობდნენ: "ამ უკანასკნელებმა მხოლოდ 1 საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო?" მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: "მეგობარო, უსამართლოდ არ მოგცევი ვარ, განა დინარად არ მოგირიგდი? აიღე შენი გასამრჯელო და წადი. მე კი მინდა ამ უკანასკნელსაც იგივე მიცე, რაც შენ. ნუ თუ არ მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის, ჩემი ნებისამრებ მოვიხმარო? იქნებ შენ თვალს შურს, რომ კეთილი ვარ? ასე იქნებიან უკანასკნელი პირველნი და პირველნი უკანასკნელი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა." იერუსალიმში რო ადიოდა, იესომ ცალკე გაიხმო თორნი და უთხრა მათ გზად მიმავალმა: "აჰა, იერუსალიმში ავდივართ და გადაეცემა ძეკაცის ამ მღვდელმთავრებს და მწიგნობრებს და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას. წარმართებს გადასცემენ მას, რომ აგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან. მესამე დღეს კი აღდგება." მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ზეთა დედა, თავის ვაჟებთან ერთად თაყვანს სცემდა და რაღაცას თხოვდა მას. მან კითხა: "რა გინდა?" ხოლო ქალმა მიუგო: "ბრძანე რომ შენ სამეფოში
ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯეს ჩემს ამ ორ ძეთაგან. მიიგო იესომ პასუხად. არ იცით რა სიტყვით. განა შეგიძლიათ იმ სასმსის შესმა, მე რომ უნდა შევსვა? ან იმ ნათლობით მოინათლოთ, მე რომ მოვინათლე? და უთხრეს, შეგვიძლია. უთხრა მათ, ჩემს სასმის შესვავთ და იმ ნათლობითაც მოინათლებით, მე რომ მოვინათლე, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამა ჩემის მიერ. ეს რომ იმ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე. იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა, თქვენ იცით, რომ წარმართა მთავარი ბატონობენ მათზე და დიდებული ძალაუფლებით მართავენ მათ. თქვენ შორის ასე ნუ იქნება. არამედ ვისაც სურს თქვენ შორის დიდი იყოს, ის თქვენ მსახურად იქცეს და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს. ისევე როგორც ძეკაცის არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად. იერიხოდან გამოსულისას დიდძალი ხალხი გაყვა მას და ორი ბრმა იჯდა გზის პირას, როცა გაიგონეს იესო აქეთ მოდისო აყვერდნენ, ამბობდნენ, შეგვიწყალე ჩვენ უფალო, ძეო დავითისა. უწყრებოდა მათ ხალხი და აჩვენებდა, ისინი კი უფრო მეტად აყვერდნენ, შეგვიწყალე უფალო ძეო დავითისა. იესო შეჩერდა და დაუძახა მათ და კითხა, რა გინდათ რომ გაგიკეთოთ? უთხრეს, უფალო გვინდა თვალები აგვეხილოს. შეებრალა ისინი იესოს, შეეხო მათ თვალებს და მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას. აი ეს არის ის ადგილი, რომელიც ალბათ ყველასათვის ხომ ეს თავები და ეს ადგილები ძალიან საინტერესოა და ხშირ შემთხვევაში როცა ჩვენ ღმერთის ბუნებას და ღმერთის თვისებებს ვეცნობით, ანგრევს იმ წარმოდგენებს, რაც ჩვენ მოგვეცა ჩვენი მშობლებისაგან, ჩვენი საზოგადოებისაგან და ირგვლივ სამყაროსაგან, მიწიერი სამყაროსაგან. ანუ მოდი თქვათ, სატანისაგან, ხო? მოდით ახლა და მოусმინოთ ბატონ უორენ რისბის თუ როგორ განიხილავს და როგორ მიუდგება ამ საკითხს. ესე იგი, მეფის მოთხოვნები. ჩვენ არ შეგვიძლია რომ გავყვეთ ჩვენს მეფეს იესო ქრისტეს ისე, რომ ამისათვის შესაბამისი ფასი არ გადავიხადოთ. ბოლოს და ბოლოს ის ხომ ჩვენთვის ჯვარზე გაეკვრა. გვაქვს თუ არა უფლება თავი ავარიდოთ მსხვერპლს და ტანჯვას? ბიბლიის ამ ნაწილში ჩვენი უფალი განმარტავს სამართლიან მოთხოვნებს, რომლებსაც ის უყენებს მათ, ვისაც სურს რომ მიენდონ მას და იყვნენ მისი მოწაფეები. შემდეგ ქვეთავი არის ჩვენ უაღრესად უნდა გვიყვარდეს იესო ქრისტე. პირველი სამი სახარებიდან თითოეული აღწევს ამ მოვლენას. როდესაც ფაქტებს ვაერთიანებთ, ვიგებთ რომ ეს კაცი იყო მდიდარი, ახალგაზრდა და მართველი. სავარაუდოდ ის იყო სინაგოგის მართველი. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია შევაქოთ ეს ახალგაზრდა კაცი, რომ ის საჯაროდ მივიდა ქრისტესთან, არ მოერიდა და იკითხა გარეგნული საქციელი საკითხებზე. როგორც ჩანს, მას არ ჰქონდა ფარული მოტივი და მზად იყო მოესმინა და ესწავლა. სამწუხაროდ, მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო საბოლოოდ. როგორც ჩანს, მოვლენა რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვის გარშემო ვითარდება. პირველი, რას იკეთებ ქნა რომ კონდეს მარადეული სიცოცხლე? იკითხა მან. კაცი აშკარად გულწრფელი იყო, თუმცა მისი მიდგომა ხსნისადმი, სულის ხსნაზე ლაპარაკი, ორიენტირებული იყო კეთილ საქმეებზე და არა რწმენაზე. თუმცა ეს მოსალოდნელი და მიღებული იყო იმ დროის ებრაელ საზოგადოებაში. თუმცა საზოგადოებაში მისი პოზიციის, მორალისა და რელიგიის მიუხედავად, მას აშკარად კიდე უნდოდა რაღაც ზედმეტი, კიდე დამატებით. და არ იყო კმაყოფილი, მაგრამ ჩვენი უფლის პასუხი ხსნაზე აქ არ იყო ორიენტირებული. მან ახალგაზრდა კაცი აიძულა, სერიოზულად დაფიქრებული იყო იმ სიტყვაზე, რომელიც მან პირველად ახსენა, კარგი, კეთილი, რომელიც იესოს მიმართვას გამოიყენა, რომ მხოლოდ ღმერთია კეთილი, უთხრა იესომ. გწამს, რომ მე ვარ კარგი, ამიტომ ვარ ღმერთი? თუ იესო მხოლოდ ერთ-ერთია ისტორიაში არსებული მრავალი რელიგიური მოძღვრიდან, მაშინ მის სიტყვებს არანაირი წონა არ აქვს, ვიდრე ნებისმიერი რელიგიური ლიდერისა. მაგრამ თუ ის იესო კეთილია, ანუ ღმერთია, უმჯობესია ყურადღება მივაქცოთ იმას, რასაც ის ჩვენ გვეუბნება. ეხლა, რატომ ახსენა იესომ ეს მცნებები? ნუ თუ ის რეალურად ასწავლიდა, რომ ადამიანები მიიღებენ მარადილ სიცოცხლეს ღვთის კანონის დაცვით, თუ ვინმე შეძლებდა ამ მცნებების დაცვას, ის აუცილებლად შევიდოდა სიცოცხლეში, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ვერავინ შეძლებს ღვთის კანონის სრულყოფილად დაცვას. ამიტომ რჯულის საქმეებით ვერც ერთი ხორციელი ვერ გამართლება მის წინაშე, რადგან რჯულით ხდება
მხოლოდ ცოდვის შეცნობა გვეუბნება პავლე მოციქულის სულიწმინდით რომაელთა წერილის 3:20 მუხლში. იესო მოსეს კანონს იმისთვის კი არ მოუხმო, რომ ახალგაზრდა კაცისთვის ეჩვენებინა თუ როგორ გადარჩენილიყო, არამედ მან მოუხმო იმისთვის, რომ ეჩვენებინა, რომ მას ხსნა ესაჭიროებოდა. ასე რომ მოსეს კანონი არის მხოლოდ და მხოლოდ სარკე, რომელიც ავლენს თუ ვინ ვარ ჩვენ, იაკობის წერილი 1:22. შემდეგ ქვეთავი არის რომელი მცნებები, გასოთ თქვა, რომელი მცნებები. იკითხა მან. როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდა კაცი თავს არიდებდა იესოს ამ კითხვას? მე ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ის შეცდომას უშვებდა, რადგან ღვთის კანონის ერთი ნაწილის გამოყოფა მეორისაგან შეუძლებელია. ღვთის კანონების უფრო მცირედ და უფრო დიდად დაყოფა ნიშნავს მთელი ამ კანონის მიზნის უარყოფას. რადგან ვინც მთელ კანონს იცავს და ერთ რამეში შეცდება, ის ყველაფერშია დამნაშავე. გახსოვთ იაკობის წერილი 2:10. ასე რომ რჯული წარმოადგენს ღვთის ავტორიტეტს და არ დაემორჩილო იმას, რაც შეიძლება უმნიშვნელო კანონად ჩვენ მივიჩნიოთ, მაინც აჯანყება მისი ავტორიტეტის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა კაცი მხოლოდ გარეგან მორჩილებაზე ფიქრობდა. მან დაივიწყა მისი გულის დამოკიდებულება. გახსოვთ იესომ მთაზე ქადაგებისას ჩვენ გვასწავლა, რომ სიძულვილი კვლელობის მორალური ექვივალენტი იყო, ხოლო ვნება მრუშობისა. ჩვენ გვიხარია, რომ ახალგაზრდას ასეთი კარგი მანერები და მორალი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ წუხვართ, რომ მან ვერ დაინახა თავისი ცოდვა, არ მოინანია და არ მიენდო სრულიად იესო ქრისტეს. ერთადერთი მცნება, რომელიც განსაკუთრებით მას ეხებოდა, მაგრამ იესომ არ მოიყვანა, ეს იყო მეათე მცნება, არ ისურვო. გამოსვლის წიგნი 20:17. ახალგაზრდას უნდა ეფიქრა ყველა მცნებაზე და არა მხოლოდ იმ მცნებებზე, რომლებიც იესო მოიყვანა. ეძებდა თუ არა ის მარტივ გზას იესოსადმი დასამოწაფებლად? არაკეთილსინდისერად იქცეოდა თუ საკუთარი თავს ატყუებდა? მე მჯერა, რომ მისი ჩვენება გულწრფელი იყო, რამდენადაც მას ესმოდა, რომ მან ღვთის სიტყვის სინათლეს არ მისცა საშუალება, რომ საკმარისად ღრმად შესულიყო მასში. Warren Wiersbe ამბობს ვიმეორებ, მას მე მჯერა, რომ მისი ჩვენება გულწრფელი იყო, რამდენადაც მას ესმოდა. იმდენად, ხომ? მაგრამ მან ღვთის სიტყვის სინათლეს არ მისცა საშუალება, რომ საკმარისად ღრმად შესულიყო მასში და მის გონებაში. იესო უოცრად იგრძნო სიყვარული ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ. ამას უკვე მარკოს სახარება ავსებს მე-10 თავის 21 მუხლში. ამიტომაც განაგრძო მან მისი დახმარება. შემდეგი იყო კიდევ რა მაკლია. ბიბლიაში არსად არ არის ნასწავლი, რომ ცოდვილი გადარჩება თავისი ქონების გაყიდვით და ფულის გაცემით. იესოს კი არ უთქვავს ნიკოდემუსისთვის ან სხვა რომელიმე ცოდვილისათვის, რომ გაეყიდათ ქონება და ეს იყო ხსნის საშუალება. ის ისტორიები, რომლებიც სახარებაშია ჩაწერილი, არც ერთი არ ადასტურებს ამას. იესო მიცოდა, რომ ეს კაცი ხარბი იყო, რომ მას უყვარდა მატერიალური სიმდიდრე. სთხოვდა მას გაეყიდა თავის ქონება, ამით იესო აიძულებდა მას შეემოწმევინა საკუთარი გული და განესაზღვრა თავისი პრიორიტეტები. თავისი ყველა საქებარი თვისების მიუხედავად, ახალგაზრდას მაინც არ უყვარდა ღმერთი მთელი გულით. ქონება მისი ღმერთი იყო. მას არ შეეძლო დამორჩილებოდა ბრძანებას, რაც იესომ უთხრა: წადი, გააყიდე, მოდი და გამომყევი. ახალგაზრდა კაცი დამწუხრებული წავიდა. არადა მას ხომ პირიქით შეეძლო თავისუფლად და თავაწეული დიდი სიხარულით და მშვიდობით წასულიყო. ჩვენ არ შეგვიძლია გვიყვარდეს და ვემსახუროთ ორ ბატონს. გასვოთ ხომ მათეს სახარება 6:24. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქრისტეს გარეშე ცხოვრებისერვი მატერიალური ფასეულობებიც კი ვერანაირად ვერ მოგცემს მუდმივ სიხარულს და სიამონებას. კარგია გქონდეს ფული და შევიძლია ბევრი რამე ვიყიდოთ მითი. მაგრამ იმ პირობით, რომ დავკარგოთ, რაც ფულით არის შესაძლებელი ვიყიდოთ. თუ ეს მდიდარი მართველი საბოლოოდ ქრისტესკენ არ მიიქცეოდა, ის აუცილებლად ხსნის გარეშე გარდაიცვლებოდა და იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესი ადამიანი, მაგრამ სასაფლაოზე. კიდევ ვიმეორებ, კარგია გქონდეს, რაც ფულით შეიძლება ვიყიდოთ, იმ პირობით, თუ არ დავკარგავთ, რაც ფულით არ შეიძლება რომ ვიყიდოთ.
შემდეგი კითხვა უკვე მოციქულებს მოსვლით, მას ვის შეუძლია გადარჩენა? იმ დროინდელი ებრაელები თვლიდნენ, რომ სიმდიდრე ეს იყო ღვთის კურთხევის დასტური. ისინი ამას აფუძნებდნენ დაპირებაზე, რომლებიც ღმერთმა ებრაელ ერს მიცა მათი ისტორიის დასაწყისში. მართალია, რომ ღმერთმა მატერიალური კურთხევა აღუთქვა, თუ ისინი დაემორჩილებდნენ მატერიალური დანაკარგი, არ ექნებოდათ თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ, მაგრამ კაცობრიობის ჩამოყალიბების პერიოდში ღმერთ შეეძლო მათთვის სწავლება მხოლოდ ჯილდოებითა და სასჯელებით. ჩვენ სწორედ ასე ვასწავლით ხოლმე ბავშვებს. თუმცა მორჩილების უმაღლესი სახე არ არის დაფუძნებული ჯილდოს სურვილზე ან სასჯელის შიშზე. ის სიყვარულითაა მოტივირებული. იესომ თავისი ცხოვრებითა და სწავლებით სადა ხალხისათვის ეჩვენებინა, რომ შინაგანი სულიერი კურთხევები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური მოგება. ღმერთი გულს ხედავს და ღმერთი ჩვენი პიროვნებისა და ხასიათის ჩამოყალიბებაში გვეხმარება. და მას ეს სურს. ხსნა ღვთის ნიჭია ადამიანის რწმენის საპასუხოდ. მატერიალური სიმდიდრე არ არის იმის გარანტია, რომ ღმერთი კმაყოფილია ამ პიროვნებით. მოწაფეები, როგორც კარგი ებრაელები, გაოცებულები იყვნენ უფლის განცხადებით სიმდიდრის შესახებ. მათი კითხვა ასახავდა მათ თეოლოგიას. თუ მდიდარი კაცი გადარჩენა შეუძლებელია, რაღა იმედი გვაქვს ჩვენ დანარჩენებსო? რა თქმა უნდა, იესოს არ უთქვია, რომ სიმდიდრის ფლობა ადამიანის სამეფოში მოხვედრისაგან შეაკავებს მას. მარკოზის 10:24 ზოგიერთ ხელნაწერში წერია, რა ძნელია სიმდიდრის იმედის ქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველშიო. ეს რა თქმა უნდა ჩვენი უფლის სწავლების მთავარი აზრია. მაგალითად, აბრაამი ძალიან მდიდარი კაცი იყო, მაგრამ მას ასევე ჰქონდა დიდი რწმენა. კარგია სიმდიდრის ქონა, თუ ეს სიმდიდრე ჩვენ თავად არ დაგვეპატრონება. ჩვენ არ შეგვიძლია მეფეს მივყვეთ და ვიცხოვროთ ამავე დროს ამ ქვეყნიური სიმდიდრისათვის. ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთსა და ფულს თანაბრად ვემსახუროთ. ფულის სიყვარული ყველანაირი ბოროტების ფესვია. 1 ტიმოთე 6:10 გახსოვთ. იესო ქრისტე მოითხოვს ყველასაგან, ვინც მას ვიყვება, რომ ჩვენ უაღრესად შევიყვაროთ და უპირველეს ადგილზე დავაყენოთ ის. შემდეგ ქვეთავი არის, ჩვენ უპირობოდ უნდა დავემორჩილოთ მას. პეტრემ სწრაფად დაინახა კონტრასტი მდიდარ მართლსა და ღარიბ მოწაფეებს შორის და მან თქვა, ყველაფერი მივატოვეთ და გამოგყევით, ჩვენ რა გვექნება? იესო მათ საოცარი დაპირება მისცა ჯილდოების შესახებ, როგორც ამ ცხოვრებაში, ისე მარადიულ სამეფოში. ისინი ტახტებსაც კი გაიყოფდნენ, როდესაც ის თავის სამეფოს დაამყარებდა. რაც არ უნდა კარგი რამ, რაც არ მათ მიატოვეს, ასმაგად დაუბრუნდებოდათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი არ სწირავდნენ მსხვერპლს, ისინი ინვესტიციას ახორციელებდნენ, მაგრამ ყველა დივიდენდი ამ ცხოვრებაში არ იქნება თანაბრად მიღებული. თუმცა იესომ პეტრეს კითხვაში შენიშნა მსახურების არასწორი მოტივის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ დაამატა მან გაფრთხილება, რომ ზოგიერთი, ვინც საკუთარ თვალში პირველი უნდა რომ იყოს, განკითხვისას ბოლო იქნება, ხოლო ზოგიერთი, ვინც ბოლოში იქნება, პირველი აღმოჩნდებოდა. ეს შეფრთხილება კიდევ უფრო ძლიერდება შემდგომ იგავში, ვენახი და დაქირავებულ მუშაკებს შორის. ამიგავს არაფერი არ აქვს საერთო სულის ხსნასთან. დინარი ეს იყო იმ დროის დღიური ხელფასი. არ წარმოადგენდა არანაირად ხსნას, როგორც ზოგიერთებს ეს გონია, რადგან ვერავინ გამოიმუშავებს თავის სულის ხსნას. იგავი არც ჯილდოებზე არ საუბრობს, რადგან ყველანი ერთ ჯილდოს ჩვენ არ მივიღებთ. და თითოეული ადამიანი მიიღებს თავის ჯილდოს თავისი შრომისამებრ 1 კორინთელთა 3:8-ში. ახლა რაზეა მაშინ ეს იგავი? ეს იგავი ხას უსვავს მსახურებისადმი სწორ დამოკიდებულებას. და ასევე მსახურების დამოკიდებულებას სწორს თავიანთი დამქირავებლის მიმართ. მნიშვნელოვანი აღნიშნოს, რომ იმ დღეს რეალურად ორი სახის მუშა დაიქირავეს. ისინი, ვისაც კონტრაქტი სურდათ და დათანხმდნენ აეღოთ ის, რასაც მეპატრონე სწორად მიიჩნევდა. პირველი მუშები მან დაიქირავა კონტრაქტზე მოლაპარაკების დაჟინების გამო. ეს ხსნის თუ რატომ უხდიდა სახლის მეპატრონე მუშებს ისე, როგორც მას ესურდა, რომ პირველები დაქირავებულს, ვინც კონტრაქტზე დაჟინებით მოითხოვდა, ენახათ, თუ რამდენს უხდიდა შემდეგ დაქირავებულ მუშებს. ეს იყო ერთ-ერთი გზა, რომლითაც მეპატრონე შეეძლო ეჩვენებინა, თუ რამდენად გულუხვი იყო ის. და სხვადასხვა სახარებები ამ ისტორიას უფრო მეტად ავსებენ.
წარმოიდგინეთ თავი იმ მუშების ადგილას, რომლებიც პირველი იყვნენ დაქირავებულს შორის და მათ ბოლოს გადაუხადეს. თითოეული მათგანი ელოდა 1 დინარის მიღებას, რადგან სწორედ ამის აღებაზე შეთანხმდნენ ისინი. მაგრამ წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როდესაც დაინახეს, რომ ბოლო საათზე დაქირავებულ მუშებს ასევე თითოეული 1 დინარი მიცეს. ეს ნიშნავდა, რომ მათი ხელფასი თუ ესე მიუდგებით 12 დინარი უნდა ყოფილიყო თითოეული საათისათვის. მაგრამ 3 საათზე მომუშავე მუშასაც მიიღებს 1 დინარი, 6 საათზე 9-ზე და ასე შემდეგ. და ბოლოს დაქირავებულ მუშებსაც იგივე 1 დინარი გადაუხადეს. და რა თქმა უნდა, ისინი აწუწუნდებოდნენ, მაგრამ მათ ამისათვის არანაირი არგუმენტი და არანაირი საბაბი არ გააჩნდათ, რადგან ისინი თავიდანვე შეთანხმდნენ თითო დინარის თანხაზე და მათ მიიღეს ის, რაც მათ ითხოვეს. თავიდან რომ ისინი მეპატრონის სიკეთეს მინდობოდნენ, გაცილებით უფრო მეც მიიღებდნენ, მაგრამ ისინი დაჟინობით ითხოვდნენ კონტრაქტს. და გაკვეთილი ამიგავში ის არის, რომ ქრისტეს მოწაფეებსაც ეს უნდა გაეთვალისწინებინათ. ჩვენ მას იმიტომ კი არ უნდა მემსახუროთ, რომ მივიღოთ მოსალოდნელი ჯილდო და ასევე არც დაჟინებით არ უნდა ვიკითხოთ თუ რამდენი იქნება ეს და რამდენს მივიღებთ. ღმერთი უსაზღვროდ გულუხვია და მოწყალია და ყოველთვის მოგცემს ჩვენთვის საუკეთესოს, ვიდრე ჩვენ იმას ვემსახურებთ. აი ახლა კი ჩვენ ადვილად შეგვიძლია გავიგოთ ის საფრთხეები, რომლებიც იმალებოდა პეტრეს კითხვაში, წინა თავში, მე-19 თავის 27 მუხლში. რო ითხოვდა პეტრე იმას თუ რა უნდა მიეღოთ, როცა მან ყველაფერი მიატოვა. ერთხრივ ჩვენ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ მივიღებთ რაიმე მეც, ვიდრე ნამდვილად არ ვიმსახურებთ მას. შესაძლებელია რომ ვაკეთოთ მამის საქმე და ამავე დროულად არ შევასრულოთ მისი ნება გულით, გახსოვთ ეფესელთა წერილი 6:6. თუ მას მხოლოდ სიკეთისათვის, დროებითი და მარადიული თუნდაც ვემსახურებით, მაშინ ჩვენ გამოგრჩება ის საუკეთესო კურთხევები, რაც მათ ჩვენთვის აქვს. ამიტომ უპირობოდ უნდა ვენდოთ ჩვენ მას და გვჯეროდეს, რომ ის ყოველთვის მოგცემს იმას, რაც ჩვენთვის საუკეთესოა და რაც ჩვენთვის სასარგებლოა. ასევე აქ არსებობს სიამაღის ფაქტორიც. კითხვა, რა გვექნება? იკითხა პეტრემ. ამიგამა გააფრთხილა იგი, საიდან იცი რომ რაიმე გექნება? ფრთხილად იყავი ზედმეტად თავდაჯერებულობისგან, როდესაც საქმე ღვთის მიერ მონიჭებულ ჯილდოებს ეხება, რადგან ისინი, ვინც საკუთარ თვალში, თუნდაც სხვების თვალში პირველები არიან, შეიძლება საბოლოოდ ბოლოში აღმოჩნდნენ. ასევე ნუიდარდებთ, რადგან ისინი, ვინც საკუთარ თავს უსარგებლო მსახურებად მიიჩნევენ, შეიძლება პირველები აღმოჩნდნენ. ამიტომ ფრთხილად იყავით სხვა მუშების ყურების საშიშროებისაგანაც. და არასოდეს გაზომოთ საკუთარი თავი მათით. და არაფერი განსჯაზოთ დროზე ადრე გვეუბნება პავლე მოციქული გვაფრთხილებს 1 კორინთელთა წერილის მე-4 თავში, მე-5 მუხლში. ჩვენ ვხედავთ მუშაკს და საქმეს, მაგრამ ღმერთი იყურება გულებში. და ბოლოს ფრთხილად უნდა ვიყოთ ღმერთის კრიტიკისაგან და იმის განცდისაგან, რომ თითქოს და ჩვენ გარიყულები ვართ. დილით ადრე მუშები რომ მინდობოდნენ მეპატრონეს და არ ეთხოვათ შეთანხმება და კონტრაქტი, პატრონი მათ უფრო ბევრად დაასაჯილდოებდა და ასაჩუქრებდა. იმიტომ რომ ის გულუხვი იყო, მაგრამ ისინი რატომღაც არ მიენდნენ მას. მათ არ უხაროდათ რომ სხვება მეტი მიიღეს. პირიქით მათ შეშურდათ და დაიწყეს წუწუნი. მეპატრონის სიკეთემ ისინი მონანიებამდე არ მიიყვანა, რომელთა წერილი 2:4. ეს მათი გულის ნამდვილ ბუნებას ავლენდა. ისინი ეგოისტები იყვნენ. როდესაც ხვდებით მომჩივან მონას, ვიცით რომ ის სრულად არ დაემორჩილა ბატონის ნებას. შემდეგი ქვეთავი არის ჩვენ სრულად უნდა განვადიდოთ იგი. რა თქმა უნდა იესო ქრისტეზეა ლაპარაკი. აქ ამ ადგილზე იესომ მესამედ გამოაცხადა თავისი დაპატიმრების, ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ. გახსოვთ მე-16 თავში მათეში, მე-17-ში მან ეს უკვე აქ მესამეჯერ ახსენებს ამ მე-20 თავში. წინა განცხადებებში მან არ დააკონკრეტა თუ როგორ მოკვდებოდა.
ახლა კი მან ნათლად ახსენა ჯვარი. მან ასევე ნათლად ახსენა თავისი აღდგომა, მაგრამ ეს ცნობა მოწაფეების გულებამდე ჯერ კიდევ ვერ აღწევდა. ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ ამ განცხადებების განსხვავებით ჩვენ გვაქვს იაკობისა და იონეს და მათი დედის სალომეს თხოვნა. იესომ ჯვარზე ისაუბრა, მაგრამ ისინი დაინტერესებული იყვნენ გვირგვინით და რომელ ტახტზე დაჯდებოდნენ. მათ სურდათ სპეციალურ ტახტზე დაჯავშნული ადგილები. ჩვენ ქუჩებაში დაბეჭდილება, რომ დედა სალომე ამ თხოვნის ნამდვილი შთაგონება იყო და რომ ის დაინტერესებული იყო თავისი ვაჟების დაწინაურებით. სანამ მათ ქმედებებს გავაკრიტიკებთ, მოდით ამ მოვლენის რამდენიმე საქებარი მახასიათებლიც გავუყოთ და აღვნიშნოთ. ერთხელ მათ სწამდათ ლოცვის და გაბედეს იესოს მიერ მიცემული დაპირების დაჯერება ტახტზე ჯდომის შესახებ. გახსოვთ მათეს სახარებაში 19:22 მუხლში ეს გააჟღერა იესომ. ამ მუხლში სიტყვა ხელახლა დაბადება ნიშნავს ახალ დაბადებას და ეხება ახალ სამყაროს, რომელზეც იესო და მისი მიმდევრები იმეფებენ, როდესაც ის დედამიწაზე დაბრუნდება და 1000 წლეულის განმავლობაში იმეფეს. მათ რწმენას უნდა სჭირდებოდეს იმის დაჯერება, რომ ის ამ ტახტებს დააფუძნებდა, რადგან მან ახლახან უთხრა მათ, რომ ის მოკვდებოდა. მაგრამ მათ თხოვნაში რამდენიმე შეცდომა იყო. დასაწყისისთვის ის უმეცრებაში დაიბადა. არ იცით რა სიტყვის, გასვოთ იესომ უთხრა. ესე იგი, მათ არ იცოდნენ რა სიტყოდა. სალომემ მათმა დედამ ვერც კი გააცნობიერა, რომ ტახტისაკენ მიმავალი გზა ეს ტანჯვის და სირთულეს გზა იყო. იაკობი გახსოვთ იყო პირველ მოწაფეთაგანი, რომელიც მოწამეებრივად აღესრულა. მას თავი მოკვეთეს, ხოლო იოანეს გახსოვთ რთული დღეები ელოდა წინ პატმოსის კუნძულზე. ამ სამ მორწმუნეს, დედას და შვილებს, სურდათ თავიანთი ნება და არა ღვთისნება და მათ სურდათ, რომ ეს მათი გზით მომხდარიყო. კიდევ ერთი ფაქტორი იყო ზეციური ხელმძღვანელობის არარსებობა. ისინი სამყაროს მსგავსად ფიქრობდნენ. იაკობს და იონეს სურდათ ემართათ სხვა მოწაფეებზე. ისევე როგორც უცხო წარმართი მართველები ბატონონე თავიანთ ქვეშევრდომებზე. მათი თხოვნა ხორციელი და სენსუალური იყო, რადგან ისინი ეგოისტურად ითხოვდნენ დიდებას საკუთარი თავისთვის და არა უფლისათვის. უეჭვალად ისინი შვებას გძრომდნენ, რომ იესოსთან ეს თხოვნა პეტრეზე ადრე გააკეთეს. იმიტომ რომ პეტრე იყო ხო ყოველთვის ინიციატორი, რომ ესეთ რაღაცებს პეტრე წამოაყენებდა. და სიმართლე გითხრათ, მეც როცა ვკითხულობდი ამ ნაწილს, მე არ ველოდი, უცე მოულოდნელი იყო ჩემთვის აი ამ ნაწილს რო შევეჩეხე მე, რო ვიხსენებ პირველ ჩემს განცდებს. ლაპარაკია ჯონი ბაკურაძე და არა უორენ ბრისპიზე, უკაცრავად. საბოლოო თხოვნა არა მხოლოდ სამყაროსა და ხორციელისგან იყო, არამედ ეშმაკისაგანაც. ის სიამაყით იყო მოტივირებული. გადა სატანამაც ასე არ მოისურვა უფლის ტახტი? წაიკითხეთ ესაიას თავი მე-14, სადაც აღწერილია სატანის პიროვნება და ამიტომაც გადმოაგდეს ის დედამიწაზე. სატანამაც იესოს გახსოვთ მიწიერი ტახტის შესდავაზე და ამაზე მკაცრი უარი მიიღო. მათეს სახარება 4, 8:11. სატანა ადიდებს ტახტს, ანუ მიზანს, მაგრამ არა ამ მიზნის მიღწევის საშუალებას. იესომ გააფრთხილა სალომე და მისი ვაჟები, რომ განსაკუთრებული ტახტები ხელმისაწვდომი იყო მათთვის, ვინც მათი ღირსი იქნებოდა. ღვთის სამეფოში მოკლე გზები შესასვლელად არ არსებობს. ამ თხოვნის შედეგი იყო, რომ სხვა მოწაფეები აღშფოთდნენ და გამოიწვია ერთმანეთში დავა და კამათი. ალბათ იმიტომ, რომ მათ ამაზე წინასწარ არ უფიქრიათ და ამ ძმებმა დაასწრეს მათ. ზემოდან მომავალი სიბრძნე ყოველთვის მშვიდობისაკენ მიგვიყვანს. ამ ქვეყნური სიბრძნე კი ომს აწარმოებს და ომს წამოიწყებს. იაკობი 3, 13:4-3. ეგოიზმი მხოლოდ უთანხმოებას და განხეთქილებას გამოიწვევს. ამ უთანხმოებამ იესოს საშუალება მისცა ლიდერობის შესახებ პრაქტიკული გაკვეთილი ესწავლებინა. მის სამეფოში ჩვენ არ უნდა მიმბოძოთ სოფლიოს მაგალითებს. ჩვენი მაგალითი იესოა და არა რომელიმე კორპორაციის პრეზიდენტი, ან თუნდაც მდიდარი ცნობილი ადამიანი. იესომ მსახურად მოვიდა, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვემსახუროთ. ის მოვიდა, რომ თავის სიცოცხლე გასწიროს, ამიტომ ჩვენი სიცოცხლე უნდა გავწიროთ მისთვის და სხვებისთვის სამსახურში. მათეს სახარების მე-26 მუხლში სიტყვა მსახური ნიშნავს დიაკვანს. ჩვენი ინგლისური სიტყვა დიაკონოს აქედან მოდის. მათეს სახარების 20-27-ში ნახსენებია სიტყვა მონა,
ყველა მსახური არ იყო მონა, მაგრამ ყველა მონა იყო მსახური. სამწუხარო რომ დღეს ეკლესიაში ბევრი ცნობილი ადამიანი ყავს, მაგრამ ძალიან ცოტა თუ იქნებიან მსახურები. ბევრია ვისაც სურს ხელისუფლების გამოყენება, მაგრამ ცოტა ვისაც სურს პირსახოცისა და ჯამის აღება და ფეხების დაბანვა. სიდიადის გასაღები არ არის თანამდებობაში ან ძალაუფლებაში, არამედ არის ჩვენს პიროვნებაში და ჩვენს ხასიათში. ჩვენ ტახტს ვიღებთ ჩვენი სიცოცხლით და არა მარტო ტუჩებზე წარმოთქმული ლოცვით. ჩვენ უნდა გავუთანაბრდეთ იესო ქრისტეს, როგორც მის მსახურებაში, ასევე მის ტანჯვაშიც. ისინი კი ტახტამდე ვერც აღწევდნენ, რომ ისიც კი ტახტამდე ვერ მიაღწევდა, რომ არა ჯვარზე გაკვრით და ჯვრის გზით გავლით. ამის საუკეთესო კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ პილიპელთა წერილის განხილვაში მეორე თავის. ლოცვის გასაუმჯობესებლად ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი მსახურება. თუ მას და სხვებს ემსახურებით, მოდით მაშინ და ნუ ვილოცოთ ეგოისტურად. თუ გულწრფელად შეგვიძლია ვთქვათ, ილაპარაკე უფალო, რადგან შენი მსახური ისმენს, მაშინ ისიც გვეტყვის. ილაპარაკე მსახურო, რადგან შენი უფალი ისმენს. გახსოვთ ხომ ეს ციტირება მოყვანილი ხომ არ დაასახელა ვორენ ბრისვინ და მე მოგაწვით. ეს არის პირველ მეფეთა მესამე თავი, როდესაც პატარა სამუელი ჩაესმება პატარა სამუელს ხმები და მან არ იცის თუ მას გონია რომ ელი მღვდელთავარი ელაპარაკება და მე ელი ეტყვის, როდესაც გაიგონებ ამ ხმასო, მაშინ უთხარიო რომ გისმენო. ილაპარაკე უფალო, გისმენ შენი მსახური და ამას გააკეთებს მეათე მუხლში. მივიდა უფალი და დადგა და მოუხმო. როგორც მანამდე. სამუელ და თქვა სამუელმა, ილაპარაკე უფალო, გისმენ შენი მსახური. აი ეს ადგილი მოიყვანა, რომ ჩვენ როდესაც მზადა ვართ რომ უთხრათ ღმერთს, ილაპარაკე უფალო, რადგან შენი მსახური გისმენს, ხო? მაშინ ისიც გეტყვის. ილაპარაკე მსახურო, რადგან შენი უფალი ისმენს. ძალიან კაი შედარება. აი ესეთი კაი შედარებები ვორენ ბიზის ძალიან მაგარია. აი პირდაპირ გაგებით რწმენის მომცემია. აი უშუალო რეალური რწმენის გამაცოცხლებელია, მე თუ მკითხავთ. თუ ჩვენი ლოცვები არ გვაქცევს უკეთეს მსახურებად, მაშინ მათთან რაღაცა არასწორია. თუ ჩვენი ლოცვები გვიადვილებს ცხოვრებას, ორი მოწაფე ეგოისტურად ლოცულობდა და იესოს მოზიარეებშიც ატეხეს აურზაური. თუ ჩვენმა ლოცვებმა არ უნდა გვაქციოს უფრო მეტად იესო ქრისტეს მსგავსად, თუ ჩვენი ლოცვები რაიმე გვიჯდება, ღვთისნებით ლოცვა არ ნიშნავს გაქცევას, ეს ნიშნავს ჩართულობას. თუ ჩვენი ლოცვები არ გვაახლოვებს ჯვართან, ისინი ღვთისნების მიღმართ შებიან. მათმა დედამ სალომემ ისწავლა თავის გაკვეთილი, როდესაც იესო ჯვარს აცვეს, ის ჯვართან ახლოს იდგა. ამას აღწერს იოანეს სახარება 19:25. მისი დედის და ჩარლზ ბარკლი, სხვადასხვა და ბევრიც იზიარებს, მე რო ჩავიხედე, ბიბლიის კომენტატორი ჩარლზ ბარკლი ამბობენ, რომ ასე გამოდის, რომ თუ მარიამის დედა, უკაცრავ მარიამის და იყო სალომე, მაშინ იოანე და იაკობი დეიდაშვილები გამოდიან იესოსი. და გახსოვთ იოანე ნათლისმცემელიც მისი ნათესავი იყო, ასე რომ ესენიც აი დეიდაშვილები და ამ აზრს ბევრი კომენტატორი იზიარებს. გახსოვთ ხომ სალომე იქ იდგა და უკვე წუხარებას და ტკივილს იზიარებს ჯვართან. მან ის კი აღარ დაინახა ორ ტახტი უფლის ორივე მხარეს, არამედ მან დაინახა ორი ავაზაკი ორ ჯვარზე და მან გაიგო თუ როგორ მისცა იესომ თავისი ვაჟი იოანე მის დედას მარიამს. გახსოვთ ხო, როდესაც უტყოვებს და ამაზეც ბევრი საუბარია თუ რატომ მოუწია იესოს ამის თქმა, რომ მისი ძმები არ იყვნენ მაგ დროს ისეთი რწმენით დაკავებული იოანე და იაკობზე და იუდაზე ელაპარაკი და ასევე სხვა ძმები და დებიც ყავდათ, ამიტომ მან მორწმუნე თავის დეიდაშვილს, მოციქულს, საყვარელ მოციქულს იოანეს დაუტოვა მარიამი, რომ მას ეზრუნა მასზე. იმიტომ რომ მაგ დროს მაგ საზოგადოებაში ქალებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო. არ იყო სოციალური დახმარება და ქალი მარტო როგორც ჩანს უკვე იოსები აღარ არის მის გვერდზე და უკვე იოანეს ენდობა მარიამის საზრუნველად. სალომეს ეგოიზმი გაკიცხეს და მან ეს მორჩილად მიიღო და დაადასტურა კიდევაც აქ. მეოცე თავის დასკვნითი მოვლენა არის ბარტიმეუსისა და მისი მეგობრის განკურნება, რომელიც ორივე ბრმები იყვნენ.
ჩვენ ბარტიმეოს აქ ვერ ვიგებთ სახელს, მაგრამ უკვე მარკოზის სახარება 10 უკვე მეათე თავში ეს უკვე ნახსენებია. ასე რომ სახარებების ჰარმონია ძალიან მნიშვნელოვანია, შეზავება, რათა მოვიყვანოთ სრულ კონტექსტში და სრულ სურათი დავხატოთ ყველა სახარებებიდან ამ ერთ-ერთ მოვლენაზე, ხო, ნებისმიერ მოვლენაზე. აქ იესომ პრაქტიკაში გამოიყენა ის, რასაც ის ეხლახან ასწავლიდა თავის მოწაფეებს. ანუ ის გახდა მსახური და ორი უარყოფილი საზოგადოებიდან ბრმა მათხოვარი განკურნა და მოემსახურა მათ საჭიროებებს. იესოს ირგვლივ მყოფმა ხალხმა სადეს ამ ორი კაცის გაჩუმება. ბოლოს და ბოლოს რა პრეტენზია ქონათ მათ დიდ მასწავლებელზე, მაგრამ იესოს ებრაელებოდა ისინი და განკურნა ისინი. ის იყო მსახური მათხოვრებისთვისაც კი. ეს თავი რაც ჩვენ ზემოთ წავიკითხეთ, შეიცავს რამდენიმე რთულ საკითხს, რომელთა მიღება და პრაქტიკაში გამოყენება ჩვენთვის ძალიან რთულია. თუ ამ ქვეყნიერების საგნები შეგვიყვარდება, ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ღმერთის პირველ ადგილზე დაყენება და მისი უპირატესი სიყვარული. თუ სრულად არა ვართ დამორჩილებული მის ნებას, ჩვენ არ შეგვიძლია მისი უპირობოდ შეყვარება და მორჩილება. თუ ჩვენ საკუთარი თავისთვის დიდებას ვეძებთ და თუ ჩვენ სხვა მორწმუნეებს თავს ვადარებთ, მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია მისი განდიდება. ჩვენ არ შეგვიძლია იესოს ჩვენს მეფედ აღიარება, თუ ჩვენ არ შევიყვარებთ მას უპირატესად და არ დავემორჩილებით მას უპირობოდ და არ განვადიდებთ მას სრულიად, რასაც ის იმსახურებს. მაგრამ თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ ბუნებრივია უკვე ვიზიარებთ მის ცხოვრებას, მის სიხარულს და ერთ დღესაც მასთან ერთად ვიმეფებთ. მადლობა მოსვენისათვის.